Buonasera a tutti. Alfabeto italiano. იტალიური ანბანი. თუ გადაწყვიტე რომ შეისწავლო იტალიური ენა, ეს ვიდეო სწორედ რომ შენთვის არის. და ასევე შეგახსენებთ რომ თუ არ იცით საიდან დაიწყოთ, სწორედ რომ აი ამ ვიდეოდან უნდა დაიწყოთ იტალიური ენის სწავლა. დღეს ჩვენ განვიხილავთ იტალიურ ანბანს თავიდან ბოლომდე. შევეცდებით რომ შევისწავლოთ მოცემული ინფორმაცია და ასობგერები, რა თქმა უნდა, და ანბანის განხილვის შემდეგ აუცილებლად მოინიშნეთ ის ინფორმაცია, რომელიც იქნება ამ ვიდეოში მოცემული. ეს ვიდეო იქნება იმის საწინდარი, რომ თქვენ საომავლოდ შეძლებთ იტალიური ენის შესწავლას. დროა დავიწყოთ და მინდა კიდევ ერთხელ გთხოვოთ, რომ მიყვეთ მოცემულ მითითებებს და შეასრულოთ დავალებები. გაიმეორე თითოეული ასობგერა და სიტყვა ჩემთან ერთად. A come albero. B come banana. C come ciao. D come due. E come euro. F come fuoco. G come gelato. H come hotel. I come Italia. L come letto. M come mela. N come 9. O come 8. P come parola. Q come quaderno. R come Roma. S come sole. T come tavolo. U come uovo. V come 20. Z come 0. Illunga come jeans. K come kiwi. X come taxi. Y come yogurt. W come water. ასევე ეს ასობგერა შეიძლება შევხვდეთ როგორც დოპია ვუ. დაიმახსოვრე რომ იტალიურ ანბანში არსებობს 26 ასობგერა. აქედან 21 ასობგერა გამოიყენება 99% შემთხვევაში, განსაკუთრებით იტალიური სიტყვების წერისას, ხოლო 5 ასობგერა არის საერთაშორისო და მათ ეწოდებათ lettere internazionali, საერთაშორისო ასობგერები, რადგან მათ ვიყენებთ უცხო ენიდან შემოსული სიტყვების წერისას ძირითადად. შესაბამისად, უნდა მოერიდოთ ამ ასობგერების გამოყენებას იტალიური სიტყვების წერის დროს. და ეს ასობგერებია illunga, K, X, Y, W, რომელიც ასევე შეიძლება შევხვდეთ როგორც დოპია ვუ. მეორე მნიშვნელოვანი ინფორმაცია. აუცილებლად უნდა დაიმახსოვროთ, რომ იტალიურ ენაში არსებობს 5 ხმოვანი. ესენია A, E, I, O, U. მესამე ინფორმაცია. იტალიურ ენაში არ გამოითქმის ასობგერა H და შესაბამისად არც არსებობს. არსებობს მხოლოდ AK. იტალიურ ენაში არ არსებობს T ასობგერა. არსებობს მხოლოდ T. იტალიურ ენაში არ არსებობს P ასობგერა. არსებობს მხოლოდ F. შესაბამისად, დაიმახსოვრეთ, რომ იტალიურ ენაში გვაქვს ეგრეთ წოდებული მსკდომარი ასობგერები და ქართულ ენაში ზოგიერთი ფეთქებადი ასობგერა. და აი ეს ასობგერები არასდროს არ უნდა გამოიყენოთ საუბრისას, წერისას და ასე შემდეგ.
შემდეგი მნიშვნელოვანი ინფორმაცია. იტალიური ენა არის ლათინური ენის ფაქტიურად გაგრძელება. შესაბამისად, თუ ფლობთ მინიმალურ დონეზე ლათინურ ენას, იტალიური ენაც მეტად გაგიმარტივდებათ. შემდეგი მნიშვნელოვანი ინფორმაცია. იტალიურ ენაში და ამბანში არსებობს დიდი ასობგერა და პატარა ასობგერა. შესაბამისად, როგორც ქართულში გვაქვს, რომ ჩვეულებრივ სტანდარტული ზომის ასობგერები არსებობს, ეს ასე არ არის იტალიურში. უნდა ვიცოდეთ, როდის გამოვიყენოთ დიდი ასობგერა და როდის უნდა გამოვიყენოთ პატარა ასობგერა. შემდეგი მნიშვნელოვანი ინფორმაცია. აუცილებელია, რომ განვასხვაოთ ხელით წერა ბეჭდური წერისგან. იტალიელები ხელით წერისას იყენებენ კორსივოს, კორსივო, რომელიც გვაძლევს ხელით მართებულად წერის უკეთეს საშუალებას. ბეჭდურ წერას რაც შეეხება, ბეჭდური წერა შეიძლება ხშირ შემთხვევაში კომპიუტერის გამოყენებით, ხშირ შემთხვევაში მობილურის გამოყენებით და ასე შემდეგ. თუ თვითონ სიტყვაც გვეუბნება. ეს ინფორმაცია უნდა იცოდე. თუ ეს არ გეცოდინება, ძალიან გაგიჭირდება იტალიური ენის სწავლა. მნიშვნელოვანი შენიშვნა იმ მოსწავლეებისთვის, რომლებმაც იციან სხვა ენა, სხვა ნებისმიერი ევროპული თუ არაევროპული ენა. არასდროს არ შეადაროთ იტალიური ენის გრამატიკა ან თვითონ სიტყვები სხვა ენის გრამატიკას ან სიტყვებს. ეს გამოიწვევს მხოლოდ და მხოლოდ თქვენი გონების კიდევ უფრო გაფანტვას სწავლის დროს. შესაბამისად, მიზანშეწონილი იქნება მხოლოდ A2 დონის შემდეგ სხვა ენასთან პარალელის გავლება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც დიდი ხანი იმყოფებიან იტალიაში. თქვენი დიდი ხნის მანძილზე ყოფნა იტალიაში არ განსაზღვრავს თქვენი იტალიური ენის ცოდნას. თქვენი იტალიური ენის ცოდნა განისაზღვრება იმ დროის და მიხედვით, რომელიც დაუთმეთ ამ ენის სწავლას. შესაბამისად, არასდროს არ არის გვიანი, რომ შეისწავლოთ უკეთ და საფუძვლიანად. ჩემს გარაშეც 80% შემთხვევაში გიცდიათ იტალიური ენის შესწავლა. იმის მიუხედავად, რომ პირველი ქართულ-იტალიური იტალიურის ონლაინ კურსი შეიქმნა სწორედ რომ ამ გვერდზე. მაგრამ მინდა შეგახსენოთ, რომ იმისთვის, რომ ამბანი შეისწავლოთ, არ არის აუცილებელი, რომ ამბანი იცოდეთ თანმიმდევრულად. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ არ მოგეთხოვებათ იცოდეთ ამბანი A, B, C, D და ასე შემდეგ. მნიშვნელოვანია, რომ თქვენ შეძლოთ და გამოთქვათ თითოეული ასობგერა ცალკე. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ მე შემხვდება მაგალითად T ასობგერა ცალკე, უნდა გავიხსენო, რომ ამ ასობგერას ეწოდება T იტალიური ამბანის და მიხედვით. და არ უნდა დამჭირდეს A, B, C, D და შემდეგ ნახევარი საათი იმისთვის, რომ მივიდე T ასობგერამდე. მაგრამ გაგიჩნდებოდათ კითხვა, მაშინ როგორ უნდა ვისწავლო ამბანი? რა თქმა უნდა, თანმიმდევრულად, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, არეულად. არეულად ამბანის ცოდნა მოგცემთ იმის საშუალებას, რომ თქვენ ისწავლოთ სხარტად აზროვნება. შესაბამისად, იმისთვის, რომ შეისწავლოთ ასობგერები და იტალიური ამბანი, უნდა გამოიყენოთ შემდეგი მეთოდი. მაგალითისთვის მოვიყვანოთ სახელი ჯორჯო. თუ მე ადამიანი მკითხავს, როგორ დავწერო ეს სახელი, ან როგორ იწერება ეს სახელი, აუცილებელია, რომ მას ვუკარნახო ასობგერები თანმიმდევრულად. შესაბამისად, სახელი ჯორჯო შედგება შემდეგი ასობგერებისგან: G, E, O, R, G, E,
ო. სწორედ როგორც მე დავშალე სახელი ჯორჯო და ვუკარნახე სხვა პიროვნებას, აი ასე უნდა მოიძიოთ 10 სახელი და დაშალოთ ცალ-ცალკე ასობგერებად. თუ გამოიყენებთ ქართულ გვარებს, კიდევ უფრო უკეთესი იქნება, რადგან ასე მეტი ვარჯიში მოგიწევთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და მოსმენისთვის. იმედი მაქვს, რომ ეს ვიდეო გაკვეთილები დაგეხმარებათ იტალიური ენის ბარიერის გადალახვაში. აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენ 2018-19 წლიდან გაწვდით უფასო ვიდეო გაკვეთილებს. მაგრამ რადგან ძალიან ბევრი ადამიანია დაინტერესებული იტალიური ენის შესწავლით, გადავწყვიტე, რომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გაკვეთილები მოგაწოდოთ იმისთვის, რომ თქვენ შეძლოთ და გადალახოთ ეს ბარიერი. იმისთვის, რომ მე გავაგრძელო ამ ტიპის ვიდეო გაკვეთილების მოწოდება, მჭირდება თქვენი დახმარება. გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი გვერდი, არხი, ამ შემთხვევაში იტალიურის კურსი ონლაინ და მოიწონოთ თითოეული ვიდეო. დავალების სახით ველოდები თითოეული თქვენგანისგან მოძიებულ 10 სახელს, რომელსაც დაშლით კომენტარებში. და ვნახოთ, რამდენად იყოჩაღებთ. ვისაც გსურთ, რომ შეისწავლოთ სტანდარტული იტალიური ენა და უკეთ ისაუბროთ იტალიურად, შეგიძლიათ, რომ ასევე დაგვიკავშირდეთ და დაიწყოთ კერძოდ მომზადება. რა თქმა უნდა, ჯგუფურად. ჯგუფებში არის მაქსიმუმ 5 მოსწავლე. თვეში ტარდება 8 გაკვეთილი და პირველი დონე, ანუ A0, A1 დონე გრძელდება 24-დან 34 საათამდე. შესაბამისად, დაინტერესებულმა პირებმა მოგწერეთ WhatsApp-ით მითითებულ ნომერზე. სურს სწავლა. შეგახსენებთ, რომ თუ გსურთ, ასევე აჩუქოთ თქვენ საყვარელ ადამიანს ქართული ღვინო პერსონალიზირებული ეტიკეტით, ასევე შეგიძლიათ დავკავშირდეთ მითითებულ ნომერზე და რა თქმა უნდა გამოიწეროთ და ჩამოგივოთ ადგილზე თქვენი გამოწერილი ღვინო. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყურადღებისთვის და გელოდებით შემდეგ გაკვეთილზე. არის კიდევ ძალიან ბევრი დეტალი იტალიურ ამბავთან დაკავშირებით, მაგრამ ამ დეტალებს დღეს არ შევეხეთ. იმიტომ არ შევეხეთ, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც თქვენ უნდა იცოდეთ. ამიტომ კონცენტრირება უნდა მოახდინოთ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც აუცილებელია იცოდეთ. ადოოპო. Ciao ciao.